იოგა უხეშად რომ დავყოთ, შეიძლება 4 ნაწილად დაიყოს. იოგაში უნდა იყოს ფაქტი იოგა, სულიერება, სიყვარული. ადამიანს მაგალითად თუ არ აინტერესებს სულიერება და რელიგია, არ უნდა სოქს არ აინტერესებს, არის აუცილებელი. შეგიძლია დილას მაინც სანამ ტელეფონს აიღებ ხელში, თავს რო კარგი დღეუსულო, სუდნის იოგა. ან რა ინფორმაცია ვღებულობთ. ხო, ახლა შენ ყოველ დილას რო იოგა აკეთო და მე საღამოობით კოშმარებს უყურო და იქ უკრაინაში ომს რო უყურო და რაღაცებს ნორმალურ ჭკას ვერ იქნები. ხო ის სიბრაზე და რაღაცა აგიტანს და ბალანს ვერ დაიჭრ. ამიტომ რა ინფორმაცია შემოდის აუცილებელია რას კითხულობ, რას უსმენ, ვის თქმა გაქვს ურთიერთობა, ეს მოგაითვალისწინოთ. მესამე ნაწილი არის კარმა იოგა, რაც არის სწორი უანგარო ქმედება და ცხოვრება. რაც ჩვენ სოციუმში ცოტა არ იყოს იული არ არის საკმაოდ ჩელენჯია. აკეთებ და შედეგს არ ელოდები. ყველასთვის საყვარელი რაჯა იოგა, რაში შედის ფიზიკური ვარჯიში, ბუნებრივი ვარჯიში, სხეულის და გონების განვითარება ფაქტიურად. რა ეს არის რაჯა იოგა. ეს კომპონენტები თუ არ არის, აი მაგალითად მარტო რაჯა იოგას რომ მიყვე, როი ვარჯიშო ფიზიკურად, აი ეგო გაგასწრებს. ან რაღაც უკმაყოფილებას სულ ალღოს აუღებს. თუ დააპროგრამე თავი იმ წიგნებით ან იმ ინფორმაციით, რაც ძნელია, ამიტომ ეს კომპლექტი უნდა იყოს და